აი, რამდენი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სკოლის წლები იქნებოდა ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და საუკეთესო. ყველანი ხართ მატყუარები. 2014 წელია და საინ მანინგის კათოლიკური სკოლის მოსწავლე გავხდი. ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ინგლისური და მხოლოდ მაგის იმედზე დამცვეს მე-11 კლასში. აი, ამერიკის შტატი არა და მეორე როა. აი, მაქედან ჩამოთრეული. ძალიან მალე გავხდი ბულინგის მსხვერპლი. 2017 წელს უკვე ვარ ნერვიული, შფოთვებს აყოლილი, უმკაცრესი თვითკრიტიკოსი. მაქვს ტოქსიკური ფიქრები და ძალიან დაბალი თვითშეფასება. რადა იმავე წელს უნდა გავხდე ვესტმინსტერის უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელი. ერთი შეხედვით საერთაშორისო სტუდენტის ცხოვრება შეიძლება ძალიან ლამაზად მოგეჩვენოს, მაგრამ არაერთ სირთულეებთან არის ესეც დაკავშირებული. ზუსტად ამიტომ შევქმნი სალის ბაბლი, სადაც შეძლებთ სკოლასა და უნივერსიტეტის სირთულეების გამკლავებას, აღმოაჩენ და დააფასებ და განავითარებ საკუთარ შესაძლებლობებს, ისწავლი ჯანსაღ თვითკრიტიკას, დაამსხვრევ ბარიერებს და განვითარდები სწორი ადამიანების გარემოცვაში. სკოლის ასაკში ყველას გვაქვს ოცნებები და რაც უფრო ვიზრდებით, მგონია, რომ ცხოვრება გვეუბნება, რომ არა იცი რა, არ უნდა იოცნებო და მე არ ვეთანხმები ამას. იოცნებე, მაგრამ ასევე პრაქტიკულად განეწყვეტ ამ ოცნებების მიმართ. დასაღე მიზნები და იმუშავე იმისთვის, რომ ამ მიზნებს მიაღწიო. შემოვერთდი სალის ბაბლს და ერთად შევეჭიდოთ სტუდენტურ ცხოვრებას.